მონაცემთა შემნახავი ტექნოლოგიები, ანუ მონაცემთა ბაზები არის განუყოფელი ნაწილი backend-ისა. და ის ძალიან დიდ როლს თამაშობს როგორც ვებსაიტში, ასევე ვებ აპლიკაციაში. მონაცემთა ბაზის გარეშე, ესე რომ ვთქვათ, თითქმის წარმოუდგენელი არის თანამედროვე ვებსაიტი, თუ კი გსურს მისი, ესე რომ ვთქვათ, განახლება. მონაცემთა ბაზები, ეგრეთ წოდებული მონაცემთა ბაზები, არის როგორც სიტყვიდან გამომდინარე, მონაცემთა ორგანიზებული კოლექცია, რომელზეც მარტივად არის შესაძლებელი წვდომა, მართვა და ცვლილება. ანუ არა მხოლოდ წვდომა და არა მხოლოდ მართვა, არამედ ცვლილებას უნდა შეგვეძლოს მისი. პრაქტიკაში მონაცემთა ბაზები გამოიყენება მაგალითად ონლაინ მაღაზიის კატალოგისათვის. როდესაც ჩვენ შევდივართ ნებისმიერი ვებსაიტის ონლაინ მაღაზიაში, ანუ ონლაინ შოპში, ვნახულობთ პროდუქტებს, მის პროდუქტების დახასიათებას, სახელს, ესე რომ ვთქვათ, კონტენტს, რა წერია ტექსტში, ვნახულობთ ასევე ფოტოებს, სურათებს, ასევე სოციალური მედიის მომხმარებელთა ანგარიშები. მაგალითად, როდესაც ჩვენ დავრეგისტრირდებით Facebook-ში, დავრეგისტრირდებით Instagram-ში, დავრეგისტრირდებით Google-ში, ჩვენი ეგრეთ წოდებული პერსონალური მონაცემები, რომლებიც შევიყვანეთ ანგარიშის რეგისტრაციის დროს, ისინი ინახება მონაცემთა ბაზებში. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც თითქმის ყოველდღე ვახორციელებთ, ეს არის ტრანზაქციები საბანკო სისტემებისათვის. ყოველი განხორციელებული ტრანზაქცია ინახება მონაცემთა ბაზაში. მოდით ახლა ცოტა გავშალოთ მონაცემთა შემნახავი ტექნოლოგია, ანუ მონაცემთა ბაზები და განვიხილოთ თუ ესე რომ ვთქვათ, ტექნიკურად როგორი ტიპის მონაცემთა ბაზები არსებობენ. არსებობს ორი ტიპის მონაცემთა ბაზები, ეს არის რელაციური და არარელაციური. ჯერ განვიხილოთ რელაციური მონაცემთა ბაზები. სიტყვიდან გამომდინარე relation არის ესე ეგრეთ წოდებული კავშირი, ქართულად რო გადავთარგმნოთ, ანუ კავშირი და აი აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ მონაცემები განაწილებულია სხვადასხვა ცხრილებში, ისე რომ მათ ერთმანეთთან აქვთ კავშირი. ანუ მონაცემთა ბაზა, რომელიც არის რელაციური, გვაქვს იქ სხვადასხვა ცხრილები, რომლებსაც განვიხილავთ ახლა მომდევნო სლაიდებში. და იმ ცხრილებში არის ესე ეგრეთ წოდებული ცხრილებს ერთმანეთთან აქვს კავშირები. ეხლა განვიხილოთ აი ეს ჩვენ სლაიდზე განვიხილოთ აი მარცხენა მხარეს მდებარე ქვედა ელემენტი განვიხილოთ, აი აქ გვაქვს მაგალითად ეგრეთ წოდებული მონაცემთა ბაზა სახელად accommodation ID, ანუ ის შედგება აი ეს ცხრილი accommodation შედგება ორი პარამეტრისაგან, ეს არის ID და ეს არის name. ანუ ორი სვეტი აქვს ამ ცხრილს, სვეტებსაც განვიხილავთ ასევე. ანუ ID, რომელიც იქნება რიცხვი და name, რომელიც იქნება სახელი. და ასევე გვაქვს სხვა ცხრილი, მაგალითად ეს არის ამ შემთხვევაში reviews და რომელსაც აქვს ეგრეთ წოდებული სამი სვეტი. ეს არის ID, ანუ ყოველ reviews ექნება ID, ყოველ reviews ექნება ეგრეთ წოდებული გარე ID, რომელთა დაკავშირება მოხდება accommodation ცხრილთან და ასევე აქვს ეგრეთ წოდებული value, ანუ ქართულად რო გადავთარგმნოთ, მნიშვნელობა, ხო? ანუ რა არის review-ში. შეიძლება იყოს ეს ციფრები, თუ კი ვარსკვლავებით იქნება შეფასება, ან და შეიძლება იყოს ტექსტი, თუ კი კომენტარის მიხედვით იქნება, ესე რომ ვთქვათ, შეფასება ვებსაიტზე. ეს არის ესე რომ ვთქვათ, ძალიან უხეში მაგალითი. კონკრეტულ მაგალითებს ჩვენ განვიხილავთ აი ამ კავშირებისა. ახლა კი ესე რომ ვთქვათ, რელაციური მონაცემთა ბაზებში, რომ გადავდგათ პირველი ნაბიჯები, უნდა ვიცოდეთ ყველაზე ფართოდ გამოყენებადი, ესე რომ ვთქვათ, მონაცემთა ბაზა, მონაცემთა ბაზის პროგრამული უზრუნველყოფა ვებ პროგრამირებისათვის, ეს არის MySQL, გამოიყენება ვებ პროგრამირებაში, ძალიან ფართოდ გავრცელებული ენა არის და SQL ზოგადად ნიშნავს სტრუქტურირებული query ენა.
ხო, ეს იყო რელაციური მონაცემთა ბაზების შესახებ მცირე ინფორმაცია, ანუ ბაზაში არსებულ ცხილებს ერთმანეთთან კავშირი აქვთ. ახლა კი განვიხილოთ არარელაციური მონაცემთა ბაზები და ესე რომ ვთქვათ, მისი დამახასიათებელი ნიშანი რა არის. ესე იგი, არარელაციური მონაცემთა ბაზები იშიფრება როგორც non-relation, ანუ კავშირის გარეშე. და მისი განმარტება რო ვთქვათ, ანუ დამახასიათებელი ნიშანი, აქ მონაცემები განაწილებული არის სხვადასხვა დოკუმენტებში. მაგალითად, JSON ფორმატებში არის. დოკუმენტებს ერთმანეთთან არ აქვთ კავშირი. ანუ სხვადასხვა მონაცემთა ბაზაში არსებულ სხვადასხვა დოკუმენტებს ერთმანეთთან კავშირი უკვე აღარ აქვთ. ხო. ეხლა კი განვიხილოთ მაგალითი, როგორი არის, ავიღოთ ზუსტად იგივე თემატიკა, რაც განვიხილეთ რელაციური მონაცემთა ბაზების შემთხვევაში. Accommodation არის მაგალითად მონაცემთა ბაზა. ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ცხრილი მონაცემთა ბაზაში და იქ ჩვენ გვაქვს სახელი, ანუ accommodation-ის სახელი, ანუ აქ გვქონდა ჩვენ ეს სტრუქტურულად რომ ნახოთ, წინ მქონდა ID, შემდეგ სახელი, აი აქ ID უკვე აღარ გვაქვს, ანუ აღარ ინომრება, ესე რომ ვთქვათ, ჩვენი მონაცემთა ბაზაში არსებული ცხრილის დოკუმენტები და accommodation-ში ჩვენ გვაქვს ახლა მაგალითად name-ი, ანუ სახელი მისი და იქ უკვე გვაქვს review 1, review 2, review 3, ესენი ყველაფერი არის, აი როგორც აქ მქონდა ტექსტი. ორივე მათგანს აქვს თავის დადებითი და თავისი უარყოფითი თვისებები. რადგან ჩვენი კურსი არის საბაზისო, ამიტომ ჩვენ განვიხილავთ ჩვენი კურსის განმავლობაში მხოლოდ ერთი ტიპის მონაცემთა ბაზებს, ეს არის რელაციური მონაცემთა ბაზები. კერძოდ ჩვენ განვიხილავთ თუ როგორ მუშაობს MySQL-ი და ამათ ჩვენ პრაქტიკაში გავვილით მომდევნო ვიდეოებში. უხეშად რო შევადაროთ მონაცემთა ბაზები, ასე თუ ისე ჩვენ ყველამ ვიცით და ალბათ ყველას გვეცოდინება Microsoft Excel-ი, Excel-ის პროგრამა და იქ ალბათ გაკეთებული გვაქვს ცხრილები, ხო? აი თითქმის იგივე არის მონაცემთა ბაზები, ანუ სტრუქტურულად რო ავიღოთ, იქ რაღაც სვეტებს ვაკეთებთ Excel-ში და შემდეგ ჩვენ ესე რომ ვთქვათ, წერთ ყოველ სვეტში თავის ესე რომ ვთქვათ, შესაბამის ტრიქონებს. მაგრამ განსხვავებით მონაცემთა ბაზებისა, ეს არის უკვე, ესე რომ ვთქვათ, ვებ პროგრამირებაში ძალიან ხშირად გამოყენებადი და ანუ ჩვენ ხო არ შეგვიძლია Excel-ში შევიდეთ რაღაც სხვა მოწყობილობიდან, უნდა იყოს კომპიუტერი ჩართული და სწორედ აქედან გამომდინარე მონაცემთა ბაზებში როდესაც ჩვენ ვქნით და ვიყენებთ პროგრამულ უზრუნველყოფას, როგორიც მაგალითად MySQL-ი, იქ უკვე შეგვეძლება მონაცემების მართვა, მონაცემების შეცვლა, ну აბსოლუტურად ყველა ოპერაცია იქნება შესაძლებელი ჩვენი მხრიდან. ჩვენ კურსის განმავლობაში განვიხილავთ როგორც პროგრამულ უზრუნველყოფაში მონაცემების შეცვლას და ესე რომ ვთქვათ შექმნას, ასევე ჩვენ განვიხილავთ ესე რომ ვთქვათ შექმნის შემდეგ უკვე მასში შეცვლას განვიხილავთ ჩვენ პროგრამირების ენით, ანუ back-end პროგრამირების ენით, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ და ეს არის PHP. ხო, სულ ეს იყო, რაც მინდოდა რომ მეთქვა მონაცემთა ბაზების შესახებ, ძალიან ესეთი შესავალი ინფორმაცია. დანარჩენი კი განვიხილავთ მომდევნო ვიდეოში.